სახელთა მამისათა დადისთა სულსათვიდისათა გილოცავთ იმ დღესასწაულს საქართველოს ეკლესიის დღესასწაულს სამტაძრის დღესასწაულს იმდანინოს ხსენებას ჩვენ განმავლობით ჩვენ ქართველი ერის და ვაზის ჯვარი დაგვიტოვა ჩვენ ნიშნად იმ ურთხევისა და მისი ქადაგებისა და ღვთის მადლით მის მიერ ქართველი ერის მოქცევისა მისი მეფისა დედოფლისა და ოთა ჭეშმარიტის მაძიებელთა და აღმასრულებელთა ამიტომ ტრადიციულად ნინოს ხენების დღეს იკითხება სახარებიდან ადგილი 10 ქალწულის შესახებ იგავი მაცხოვრისა და ყველა ვიცეს იგავი კარგად მაგრამ რადგან ეკლესია ყოველ წელს ვახშენებს ჩვენ ამით ვაკეთებ რომ ვინ შედის საშუქებელში კი წმინდანინო დიდი წმინდანია აღიარებული სოფლიო ეკლესიის მიერ და მისი მეოხება არ აკლია ქართველ ერს მისი ვედრება ყველა ღვთისმშობლისათვის მისი ფარველობისათვის ჩვენი ერისა არ აკლდება მაგრამ ესეც ნიშნავს იმას რომ ჩვენც ვართ მოტოდებულნი მიბაძოთ მას ცოცხლად მოსულთ ადამიანს ქალწულს ახალგაზრდას მოსულთ შორიდან ჩვენ ქვეყანაში იქ კურთხეთოთ მან მიიღო გამოცხადებით მაგრამ ეს კურთხევა მიიღო და დიდი სურვილი ჰქონდა ეპოვა კვართი უფლისა ან ადგილ სადაც არ დაკრძალვის კვართი უფლისა და წინ უძღოდა მას ეს უფლის სიყვარული და სრული მოძიებისა მისი კვართისა რომ კვართი უფლისა როგორც მამლები განმარტავენ უკერველიადგან იყო არის სიმბოლო და ნიშანი ეკლესიის განუყოფელობისა მთლიანობისა ერთობისა ის სამოსელი რომელიც უფალს ჰქონდა ბავშვობაში დედამ ყველა ღვთისმშობელმა რომ მოგსოვა რა თიზდებოდა ისიც იზრდებოდა ეს კვართი ეს ნიშნავს რომ ეკლესია მზარდია ეს ისად ეკლესიას ეწოდება პავლე მოციქული ახსენს რომ ეს არის სხეული ქრისტესიო ეს სამოსელია ამ სხეულისა ეს კვართი და რადგან ეკლესია მთლიანია კვართი მთლიანია და მთლიანი კვართი არის სიმბოლო ჩვენი ეკლესიის ერთობისა მთლიანობისა და ამიტომ განსაკუთრებულ დღეს წმინდანინოს პოვნა კვართის გასასვლელ ადგილისა მაგრამ რადგან დაკრძალულია ეს კვართი მესად ვერ შეიგადაინაცლება იმიტომ ხდება ხოლმე წინა ნაწილების და გადატანა ეს ადგილი მეორე ადგილზე ის ვერ დაიდრება და იქ სვეტია აგებული სწორედ ამ კვართის გასასვლელ ადგილზე ზემოთ ფერიცხოვის ტაძარში მაგრამ დაუბრუნდით ჩვენ იგავს ისა 10 ქალწულიო 5 ბრძენი და 5 სულელიო ბრძენი ერთადება იმას ვინც ორი ქალწული ეწოდება ორის ლამპრები აქვს ანუ ადამიანები არიან კაცობრიობა არის და აქვს სული მოცემული მაგრამ სული უნდა აენთოს რწმენით სიყვარულით საშოებით და რო აენთოს ეს სული მადლი ჭირდება მადლის გარეშე ის ცივია და ეს მადლი არ იკეთებს საქმეები ღვთისმსახურის საქმეები თანდამლობა მორჩილება მოწყალება სიმართლე თანდამლობა სინანული განსათვალისწინებელი და ნუგეში სხვა ადამიანის არის საქმენი სათნოხთისა ხორციონი და საქმენი სულიერნი აი საქმეები უნდა აკეთოს ადამიანმა რომ ემსგავსოს ჩვენ განმანათლებლებს წმინდანინოს და არა მარტო მას მოციქულებს პავლე მოციქული ასაუს რომ მომბადეთ დღეს მოისმენთ მოციქულის საკითხები მომბადეთ მე ვითარცა მე ქრისტესაო ანუ საბოლოოდ ჩვენ ქრისტეს უნდა მიბადოთ რატო ამის არ შექმნილი ადამიანი ხატებისა და მსგავსებისა ღვთისა ხატება ყველა ადამიანში ერთია და მსგავსებას ადამიანი თავისუფალი ნებით უნდა მიაღწიოს ხატება ღვთისა არის რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი ნება მოცემული სული გვდავი მოცემული გვაქვს
და შემოქმედის ნიჭი და უნარი გვაქვს. გონიერი სული გვაქვს ჩვენ მოცემული. აიტომ პასუხსაც ვაგებთ ქრისტიანში. როგორ ცხოვრობთ, რას ვაკეთებთ, რას ფიქრობთ, რა გზნობები გაქვთ, როგორ ვატარებთ ჩვენ ცხოვრებას. და უშეცდომო და უცოდველი არ არის, ამიტომ უფალმა მოგცა ჩვენ მოტივება ცოდვათა. როცა მოციქულებს საბერ დაუთხრა, მიიღეთ სული წმინდა და ვისაც მიუტეთ მიეტევებოდა, ვისაც არ მიეტევებაო. ანუ ყველაფერი აღარშულა უფალმა, რომ ადამიანი ის მადი დაღიშოს და ემსგავსოს უფალს იმ ცოცხალი მაგალითები წმინდანებისა, როცა მოღვაწეობდნენ და ადამიანები იყვნენ, ჩვენსავით ადამიანები. და ისინი ზეცაში არ იხარობენ უფალთან ერთად და ჩვენ გასავლელი გვაქვს ეს გზა. ამიტომ იგავი ამბობს, რომ 10 იყო ქალწული. 10 სრულყოფის ერთ-ერთი სიმბოლური რიცხვია. ხო? სისავსე არის ადამიანთა კაცობრიობისა, მაგრამ და სული აქვს მოცემული ეს ლამპარი, მოიცო დაინთოს კეთილ საქმე ვთქვით და აი ბრძენ და ქონდა ზეთიო ამ ლამპრებშიო და სულებს არ ქონდა ზეთი. რატო იტყოდა სულელი? ხო, როცა სახარებაში მაცხოვარი იგავში მათ ექსერგა სულელებს იხდენს. ადამიანი რომელიც თავის თავს არ იმეცნებს, რისთვის დაიბადა, რა უნდა აკეთოს და სად წავა ამ ქვეყნიდან. ამიტომ იწოდება მასულელი. უაზროდ ცხოვრობს. არ თავის წარმომავლობას არ იძიებს, არც მომავალს არ იძიებს და არც აწყოში რა უნდა აკეთოს არ იცის. რა თავში მოუვა დაცემულ ბუნების გამო იმას აკეთებს. ბუნებებს აყვება, ოცნებს აყვება, ჭორებს აყვება. უამრავ რაღაც ამ სოფლისას რაც წარმავალია და ცვალებადი და ფერფლად რო იქცევა და ნისლად რო გაქრება. აი მას რომ იყვება. ის წარმავალი სასუფეოში, მარადიულობაში სამკვიდრებას ვერ იძენს, ვერ შეიძენს. ამიტომ უწოდა უფალმა, რომ სულელნიო, ლამპარი გაქვს ისე აანთო და რო აანთო ზეთი უნდა იყოს და ზეთი არა გაქვს. კეთილი საქმეები არც გიზრუნია, არც გიფიქრე რა არის კეთილი საქმე. ყველას გონია რომ თვითონ კეთილია. სხვებს გაიკითხავს, გაანჯის. და გონია რომ სამართალი თვითონ არის მართალი ყველაფერში. თუმცა კარგად იცის რომ ისეთი უწოდებს სხვას. ისაც არ გაიხსნა თვითონ ჩადის იგივე უწოდებს. მაგრამ თავისას პატიობს, სხვას არ პატიობს. სისულელი აბა რა არის. და შემდეგ ამბობს იგავი რომ ისინი იყვნენ მისათვის რომ სიძის მოსვლას ელოდებოდნენ. სიძეს უნდა მიგებობდნენ და მასთან ერთად უნდა შესულიყვნენ საქორწინე იმ სუფრაზე, იმ დარბაზში და ერთად ეზეიმათ ქორწილი. რომელი ქორწილი, ვისი ქორწილი? სიძე ქრისტეა, ბრძალი ეკლესია. მათ ცხოვრის ერთობა თავის მორწმუნე ერთან. ზეცაში მარჯვ ცხოვრებაში. ამას ეწოდება სახარებაში ქორწილი. და აი ესენი ელოდებიან სიძე მოვალცვა. მეორე მოსას ქრისტეს ელოდებიან. ანუ მორწმუნეები არიან, ელოდებიან. მაგრამ ვინ როგორ ელოდება? ვინც ზეთი შეიძინა და ვინც არ შეიძინა. ორივე ელოდება. მაგრამ ვინ შეიძლება ზეთი იცის რომ ანთება დაჭირდება რომ უფალი რომ მოვა ის კი ნათელია, მაგრამ ჩვენ ხო ნათლით უნდა მიიღებოთ. ნათელი ნათლისგან უნდა მიიღდეს. და მსგავსება უნდა მიაღწიო უფალს, განათლდე შენ. და თუ არ გაგზეთი, რით შეხტები? მოეკიდება ფიტირს და ჩაქრება, ბოლავს, ნაცრად იქცევა, არაფერი არ არის, ქრება. მაგრამ მე ნათქვამე რომ დააყოვნავს სიძე მოსვლა და მიიძინა ყველა მიერულად რომ გასისას რომ გარდაიცვალა ყველა ამ სოფლიდან, მაგრამ სული ცოცხალია. სული წარდგება ღვთისმშობელს და სულის შესაბამისად მე სხეულსაც შეიმოსავს იქ. და შუაღამესო
იყო დახილი რომ სიძე მოდისო შუა ღამე ეს არის სიმბოლო უკიდურეს დაცემისა კაცობრიობის ჩვენ ხედავთ როგორ დაცემისკენ მიექანება ქვეყანა ათეიზმი ათასაერი რელიგიური იდეები შფოთი ძალადობა ყველაფერი გარყვნილება ყველაფერი მრავლდება ქვეყანაზე ტირაჟირება ხდება ტელევიზიით იქნება ეხლა YouTube რაღაცა ინტერნეტები რაღაც შეიქმნა რომ ადამიანმა სახარება არ წაიკითხოს სულ ამოებაში რო იყოს ამოამბები გუშინდელი დღეს ხვალ იქნება წასული ერთი კვირის წინანდელი მე გვავიწყება ერთი კვირის წინ რა იყო დღეს თვითონ ველოდებით ახალ ინფორმაციას ამით საზრდოობ ჩვენ და მარადი უნდა გვავიწყდა მაგრამ საზრდო ჩვენ მივიღეთ გუშინ დღეს თუ არა დაიროთ გაიგეს ეს სახლი ანუ მოდის ქრისტეს მეორთ მოსვლა ხო ჯერ დახილი იყო ანუ ბოლო ჟამს გაფრთხილება იქნება მოახლოებულ არს ვიტყვით რომ 2000 წელი გავიდა და სად არის და საიცით რომ მოახლოებული არისო ნიშნები ვიცით ნიშნები რომ თუფალმა მოგდო ჩვენ რომ გამრავლებით და უჟლოებისათა მრავალთა შორის გახდეს სიყვარული და ხედავ უსიყვარულობას ტრობას სიძულვილს შურს ძალადობას გარყვნილებას სადაა სიყვარული ჭეშმარიტი ღვთისადმი სიყვარული და გარდა ამისა უფალია რომ იქ ადაგება სახარებს მთელ ქვეყანაზე და მაშინ დაიწყება განდგომა დაწყებულია მთელ სოფლის ათეიზმი ვრცელდება უღმერთობა ვრცელდება მეფე დავით მეფსალმე როდის თქვა უგუნურმა გულსა შენთვისა არ არის ღმერთი ქრისტემდე 10 საუკუნე ადრე ითქვა ეგ სიტყვა უგუნურმა გულსა შენთვისა გულს დაფარულად თქვა ამის საჯარო თქვა რომ არ არის ღმერთი ნუ სულელია ეს როგორ აბა საიდან არის ყველაფერი ეს ქვეყანა ეს ალკოტი ამ ქვეყანაზე საიდან არის თავისით ხომ გაჩნდა კაცო და ყველაფერში არის კანონზომიერება გონიერება არის თავისი რიტმია და ერთმანეთს ჭირდება ყველა ქმნილება და ყველა ცა ქვეყანა მიწა ზღვა ჰაერი ყველაფერი სავსე ქმნილებათა მრავალფეროვნებით და მათი ერთობით და ურთიერთობით ეს ჰარმონია არის და ჩვენ ვარღვევთ ამ ჰარმონიას და იტყვი არ არის ღმერთი აბა საიდან არის მოიგონო რაღაცა ევოლუცია რომ ერთი უჯედი საიდან გაჩნდა არ ვიცით ერთი უჯედი ყველაფერი ერთდროულად სპირო და ნიანგი გაჩნდა და ლომი და ვეფხვი გაჩნდა და კიდე გელი და ტურა და ყველა ხო მაშინ გენეტიკა სადღა არის აი ეს აბსურდი დაიჭირა ხალხმა რომ მეცნიერად ჟღერს მაგრამ ეს არის მოჩვენება ჩვენ ბიბლიას გითხოთ რომ აი ამ დღეს შეიქმნა ფრინველები და თევზები და ხარ ნათქვამი რომ მარტო ყვავები თუ არ წვიებიო ფრინველებიო სიმრავლე მათი განსხვავებული ყველა რატო ხდება ეს აი მრავალფეროვნება რა ამის მიზეზი სამუდროა ევოლუციას ვერ ხსნის და ვერც ახსნის ახსნა ერთი აქვს უფალი ყველგან არს და ყოველს აღავს ეს მადლეთვისთან უზენაეს ეს სიბნე ღვთისა ყველა იმ სივრცეში მათ შექმნა და სიცოცხლეს ანიჭებს რაც კი რამე შეიძლება არსებობდეს აი ამ სივრცეში ყველაფერი იქნება თან ერთმანეთთან რაცა ერთი საკვებად არის მეორე არის გამოსაჯებდა და დარჩენ სხვა სახეობისა თუ ერთმანეთს ემსახურება და არის ადამიანი რატომებთ რომ შეისწოს ეს ყველაფერი და ეს ჰარმონიაში აღადგინოს დაცემულ ადამიანს რატო წმინდათა ცხოვრებაში არის რომ წმინდანის გარშემო ჰარმონია ქნებოდა იქ იმასთან დავით დათვი მოვიდა ამასთან გელი მოვიდა ამასთან ლომი მოვიდა ამას არწივზე მოხდა საზდო ილია წესამეთქორისის დავით გარჯილთან ირმები მოვიდნენ რამდენი გვაქვს მაგალითი ხო გერასიმ იორდანელთან ლომი მოვიდა ემსახურებოდა მას უამრავი გვაქვს რომ წმინდანის გარშემო მადლი იცლება ურთიერთობა და ხდება
აი სახე იმ 64-ი ცხოვრებისა. მაგრამ არ უნდა ადამიანს თავისუფლება არასოდეს გამოიყენა და აი ხა უბრუნდებით ისე იგავს, რატო ადგენო, ანუ გაიგონეს ხმა, მოდისო. რომ მოდის უნდა შეხდე ლამპრებით, ნათლით, ნათლს შეხდა. დაიდო ზანთება და ხრება იმ სულეთა ლამპები. და ისწავს, რომ სამსჯავროზე მათ სათქმელი არაფერი არ აქვს. გამართლება არ აქვს. მათი გულები ანთებული არ არის სიყვარული და სარწმენით. და ვისიც აინთო ისინი შეიყვანა სიძემ თავისთან და დახურა კარია. მაგრამ რა თქვენს ამ ისეთ მოგონებმა მოგვეცითო ჩვენო თქვენი ზეთისგანო რომ ჩვენი ხრებაო ჩვენი აქამდე სად იყავით. ეს ნიშნავს რომ თუ კი გარდაიცვალე ყველა აღდგება რაც იყო ის აღდგება. და რაც არ გაკეთებია ისიც არ გეკნება ახლა და მომეციო და როგორ მოგცეთო ჩვენ თუ ვარი თქვით ჩვენ სიკეთებზე მაშინ ეს აღარ გვექნება სათქმელი არაფერი. ნუ შეიძლება იღაცა იღვაწა და მე არაფერი გამიკეთებია იმ საქმეები ჩაიწერს ეცაში უკვე გაკეთებული ის მე აღარ მეკუთვნის არც იმაზე სამსჯავროზე გამოჩნდება მის კეთილ საქმეები და როგორ დამოგცეს და რომც მოინდომოს მაშინ ის უკვე საწინააღმდეგო სიკეთეს ექცევა საწინააღმდეგო სამართლის ექცევა და ჩვენც არ გვეყოფაო ანუ წინააღმდეგობაში მოვართ ღვთის განგებასთან ღვთის კურთხევასთან წინააღმდეგობაში მოვდიართო კი არ დაენანათ შეუძლებელია ეს და ვინც შეცდება შეგი დაკარგავს ყველაფერს რატო? რომ მერც ეწინააღმდეგება მის წყალობაზე მის სამართალს ეწინააღმდეგება მის განგებას ეწინააღმდეგება და მაშინ რაო წადითო სავაჭროზე ეგ სავაჭრო რა არის ეს სოფელი და ეგ მოივაჭროთო რამე სიკეთე მაგრამ როგორ მას გოსილი განიცადეს ეხლა საკუთარ აღდგომა ვისთან უნდა მივიდნენ ვისაც ანთელ ლამპრები აქვს იმაზე ვერ მიიღებს ვისაც ჩამქრალ ლამპრები აქვს მაცავით იმას რა უნდა მიიღოს ვისაც არ აქვს იმას რა უნდა მოხდეს იმან ამიტომ თუ შეიყვანა სიძემო ვისაც ლამპრი კონტემპლი თავის დარბაზში და სასახლეში და კარი დახურაო ანუ ის მომავალი ცხოვრება დაიწყო და ის სხვა არის და ეს ამ სოფლისაც იყო ის სხვა არის გაემიჯნა და მოვიდნენო მე და ნარქომია სხვებიც მოვიდნენ ის სხვა ის სხვები ვინ არიან ისინი არიან იქ აღარ ნათქვამი ლამპრები შეიძლება ამე არა ანუ არიან ადამიანები რომელთაც შეიძლება ეკლესიის წევრები არ არიან მაგრამ რაღაცა მაინც გონია თუ კეთილ საქმეს აკეთებენ და ხო ყველა საყოველთ აღდგომა იქნება განურჩევლად მორწი და ურწმუნოსი დიდი მცოდნისა და მართლისა რათა სამსჯავროზე გამოჩნდეს ღვთის სამართალი და მისი წყალობა და სულძელება რომ მოგცეთ ყველაფერი სოფლის შეწირა თავი თქვენთვის ღვთისათვის მოციქულები წასწარმეტყველნი დაგიტოვა სახარება დაგიტო ეკლესია ყველაფერი მოგცა რომ შენ ცხონებულიყავი ამიტომ ისინი მოვიდნენ და ითხოვენ გაგვიღეო და ვინა ხართო უფალებს არ გიცნობთო თქვენ რატო არის ეს და ისინი უფალს არ იცნობენ უფლის გავსებისას არ უნდუნიათ თქვენ უცხო ხართ უფლისათვის ამიტომ არ გიცნობთ ვინანი ხართო არ გიცნობთ თქვენ აი ეს იგავი იკითხება წმინდანინოს ხსენების დღეს რომ დავინახოთ რომ რამდენად დიდია ღვაწლი წმინდანინოსი რომ ნუ ჯერ ბავშვობიდან მოინდომა ახალგაზრდა წამოვიდა ქვეყანა რომ თვალთ არ უნახავს ამხელა მანძილი გაივლო ჯერ იერუსალიმიდან წამოვიდა რომისკენ მერე
გაჩერდა ეფესოსში და მე უკვე გამოყვა გაიანი და რიფსიმე რომ მოდიოდნენ ერთად და წამოვიდნენ აქ და მაგრამ სად მიდიოდნენ გაიანი და რიფსიმე გაურბოდნენ რომის იმპერატორს და რომ არ უნდათ მისი მსახური ყოფილიყვნენ და მიდიოდნენ სომხეთში შემოვიდნენ ეხლა იქაურ მეფე მოინდომა დალადობა მათზე არ დაემორჩინენ და მოწამებად შეირაცენ სომხეთში იმდენი ხნის განგებით გადარჩა რატო მას მიზანი ჰქონდა მას თხოვნაბედრება ჰქონდა რომ მისულო იქ ქვეყანაში იმ ადგილს სადაც უფლის კვართე დაკრძალული აიტო უფალმა იხსნა იქ აი იმ გასასწრელი ჟამს გაერისის მიზანი ჰქონდა ერთად გაქცეულიყო იმ ძალადობას უნდა თავის მოსახმარებლად ყოლოდათ ხო სახმარად და ამიტომ გარბოდნენ სიტყვას იცავდნენ თავისას და უფრო მეტი სიტყვაზე მოწამეობრივი სიტყვაზე მიიღეს და ვინანინო მიზანი ჰქონდა მისულიყო უფალმა დაიცვა და მოიყვანა საქართველოში აი როგორი გზა გამოიარა და ეს გზა ცხოვრებისა არის თუ შენ წმენით მოდიხარ სიყვარულით მოდიხარ და დიდი სურვილით მოდიხარ რომ უფალს მიახლო წმინდანებს მიახლო და სათნო იყო ღვთის უფალს და კეთილ საქმეებით უფალი გაჩვენებს შენ სად უნდა მიხვიდე რა უნდა აკეთო ღვთის განგება გაცხადდება შენში და მაშინ საზის ცხოვრებისაც ცხადი ხდება შენთვის რისის დაიბადე და სად მიდიხარ და ვისთან მიდიხარ იქ ელოდება უფალი ყველას ელოდება მაგრამ აი ზოგი ლამპრით მოვიდა ანთებული და ზოგი ჩამქრალით უფალი არ გიცნობთო ვინახართო არ გიცნობთო ასე რომ ხლეთ იყავით გაძლიერდით რწმენით და მადლით იყავით და ეს სიყვარული უფლისა სიყვარული ადამიანისა ღვთისმშობლებისა ქვეყნისა სამშობლოსი მშვიდობისა სიყვარული ორივე ეს დაიტია თქვენში და უფალი თქვენ შორის და თქვენ უფალთან დასაშვებში მეთა დაგუცოთ ამინ ის იდეა გვინდა ნინო შედიოთ თქვენ ჩვენს საქართველოს რათა ეს არჩეული გზა ჩვენი ქრისტეს გზა გაგველოს ღირსეულად ბოლომდე ქრისტეს მეურთ მოსვლამდე ამინ